მოგესალმებით მეგობრებო, დღეს გაშლას გავაკეთებ თემაზე როგორ გხედავთ თქვენი გარშემოყოფებით თქვენ. ვარიანტი იქნება 4, პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი, მესამე, მეოთხე, ჩაიფიქრეთ. ვარიანტები, პირველი ვარიანტი პირიტი, მეორე ვარიანტი ლაბორატორიტი, მესამე ტურმალინი, მეოთხე მთის ბროლი. არჩიეთ ვარიანტები, რომელი ვარიანტიც დაგიძახებთ, ის შეარჩიეთ. უკვე შეარჩიეთ, დავიწყებ განხილვას. პირველი ვარიანტი, ვინც შეარჩია პირიტი, როგორ ხედავთ გარშემოყოფები. მოკლედ გხედავენ, რომ ძალიან იდუმალი ხართ. ყოველთვის ხალხურებაში ყოველთვის განსხვავებული ხართ, ყოველთვის ჩანხართ. შეიძლება განსხვავებული იმიჯიც გქონდეთ, რაღაც ინდივიდუალური იმიჯი, აი სწორედ ინდივიდუალური იმიჯი. არ გიყვართ რაღაც კონსერვატულ სტილში ჩაცმა, ეს თქვენ სტილში არ ჩდება, იმიტომ რომ არც თქვენ ხართ კონსერვატორი ხასიათებითაც, ძალიან თბილი ადამიანი ხართ, გიყვართ ადამიანები, არ გახასიათებთ რაღაცაზე მიჯაჭვულობა, ეს კარტი უკვე ამოვიდა და გავასწორე, მე გადმოbrunებულ კარტებსაც ვკითხულობ ხოლმე. ხართ ძალიან ენერგიული, იმდენად ენერგიული ხართ, რომ მოქმედება თქვენი, რასაც ქვია, დადებითი მხარია. აი, რაღაცას ჩაიფიქრებთ, სადღაც გინდათ წესვლა, უცებ მოაბავთ თავს, უცებ შეასრულებთ, გადადება არ გიყვართ საქმის, ხართ მიზანდასახული ადამიანი, ასე გეყურებენ. ხო, კიდე ხას უსმევს იმაზე, რომ წეღარაც ვისაუბრე, ძალიან იდუმალი ადამიანი ხართ, საიდუმლოებებით მოცული. გარშემოყოფებმა იციან, რომ თქვენ ფლობთ რაღაც საიდუმლო ცოდნასაც. შეიძლება იციან ისიც, რომ ერკვევით ეზოთერიულ სფეროში, ასტროლოგიაში ან რამე გავს სფეროში. შეიძლება ზოგადად ამ სფეროში ზოგი მუშაობს კიდეც, ზოგი უბრალოდ დილეტანტის დონეზე ეცნობა ამ ყველაფერს. ეს იციან, რომ რაღაც გაინტერესებთ. სამყაროს კანონები, დაინტერესებული ხართ ამით. ხო, ძალიან ისევ ენერგიულობა ამოვიდა. მოკლედ, გიყურებთ როგორც ემპათი ადამიანი და ისევ როგორ გითხრათ, ხშირად გეუბნებიან იმას, რომ შენ ისეთი აღარ ხარ, როგორიც იყავი, ძალიან შეიცვალე, ძალიან შენ ნაჭუჭში ზიხარე, აღარაფერს აღარ გვეუბნები, აღარ იხსნები ჩვენთან. არის ესეთი ადამიანები, რომლებიც ამას გეუბნებიან, ან გითხრას უკვე არ ვიცი, იმიტომ რომ თქვენ უკვე ახალ სამყაროში ხართ გადასული, თქვენი სამყარო გაქვთ, სადაც არავის არ უშვებთ, ისე თვალის არკანი კი ასეა. აღარც თქვენს ემოციებს სხვას აღარ ამბობთ, აღარც არავინ არის ისეთი, ვისაც შეიძლება რომ თქვენი საიდუმლოც გაანდოთ, თითქოს ყველაფერს უკვე გულში იკეტავთ. აი ესეთი ადამიანი ხართ თქვენ სხვების თვალში. ხო, ეს უკვე მოკლედ, არც როგორ გითხრათ, ისიც კი უკვირთ ხალხს, რომ რაიმეს დასახმარებლად ჩვენთან უკვე აღარ მოდის. ყველაფერს თვითონ უნდა რომ გაართვას თავი. ხალხი ფიქრობს, რომ თქვენ ხართ ფინანსურად სტაბილური ადამიანი, ოჯახზე კონცენტრირებული ადამიანი, ენერგიული,
ხშირად ყოველთვის სადღაც გეჩქარებათ რაღაც თქვენ მიზნებისთვის მოქმედება თქვენი მიზნებისთვის, ანუ გიყვართ გამარჯვება რაღაცას რო ჩაიფიქრებთ, შეიძლება გადადოთ სადმე ვიზიტი და წახვიდეთ იმ საქმეზე, რომელიც თქვენთვის მნიშვნელოვანია და ეს ასეც უნდა იყოს. და ვერასდროს ვერ გხედავენ ისეთ მომენტში, როდესაც მოწყენილი ხართ და დასევდიანებული ხართ, იმიტომ რომ ამას აკეთებთ მაშინ, მხოლოდ მაშინ, როდესაც მარტო ხართ თქვენს თავთან ერთად. ისე ენერგიული ადამიანი ხართ და ისეთი ხო. მოკლედ იციან რომ თქვენს გვერდით არის ვიღაც ადამიანი soulmate, რასაც ქვია, ადამიანი, რომელსაც თქვენ ძალიან კარგად ესმის, შეიძლება ამ ადამიანთან ხშირადაც გხედავენ. იციან ადამიანებმა, გარშემოყოფებმა, რომ არის ვიღაც, ვისთანაც თქვენ გაქვთ ხშირი კონტაქტი. მოკლედ ეს იყო პირველი ვარიანტი. ძალიან კარგად გხედავენ. საუბრობ ახლა. ვარიანტის ერთ განსაკუთრებაც. ეხლა გადავიდეთ მეორე ვარიანტზე, ის ჩაიფიქრეს ლამაზი ლაბრადორიტი, მწვანეთ რო ანათებს, რა ლამაზია. მეორე ვარიანტი როგორ გხედავ? გარშემოყოფები, ხედავ რომ ძალიან ბევრი პასუხისგებლობა თქვენს თავზე აღებული. წარსულში ძალიან ბევრ რაღაცას გაუმკლავდით. ბევრჯერ დაეცით, ბევრჯერ ადექით ფეხზე, როგორც ფენიქსი, ჩაიფერფლეთ და ისევ აღსტექით. უბრალოდ რომ წაიქცეთ რაღაცა საქმის დროს, პირდაპირ მნიშვნელობით არ ვამბობ, ამას მეტაფორით ვამბობ. ადგებით ის, ჩამოიფერთხავთ და გააგრძელებთ სვლას თქვენი მიზნებისკენ. მაგრამ იმასაც ხედავენ, რომ ცოტა დაღლილი ხართ და გულნატკენი ხართ ალბათ იმის გამო, რომ ყველაფერი თქვენს კისერზეა. ხო, ვეღარ გხედავენ იმდენად აგრესიულს, როგორც ადრე იყავით, აქ ჩანს, რომ ადრე იყავით აგრესიული რაღაცის გამო, მაგრამ შემდეგ უკვე დაასტაბილურეთ თქვენი ემოციური მდგომარეობა, გადახვედით ახალ ეტაპზე. ანალოგიური რა, აი ეს მომენტი ემთხვევა პირველ ვარიანტს, რომ ანალოგიურად გეუბნებიან, რომ ისეთი აღარ ხარ, როგორიც იყავი, რა მოხდა? შეიძლება ამასაც ფიქრობენ, რა ხდება, რატო შეიცვალა ასე ძალიან? რატო შეიცვალა? ზოგს გონია, რომ თქვენ ცოტა ფინანსებში გიჭირთ. ზოგადად ესე გონია, თქვენ დაკლების კარტები ამოვიდა. გიჭირთ და გაქვთ ძალიან ცრული ვალები და ცდილობთ, რომ ეს ამ ყველაფერს გაუმკლავდეთ, აკონტროლებთ ყველა თქვენს ფინანსურ საკითხებს, ყველაფერს აკონტროლებთ, საერთოდ. აკონტროლებთ ისევ. აი პირველ ვარიანტში თუ ვერ გხედავენ რომ სევდიანი ხართ მომენტებში, მეორე ვარიანტში არის ადამიანები, რომლებიც ამჩნევენ, რომ სევდიანი ხართ. ეს მიხდი. მხოლოდ ის ადამიანები ამჩნევენ, რომლებიც თქვენს გვერდით არიან ძალიან ხშირად. აი თითებზე რო ჩამოითვლი იმდენი ადამიანი, იმედი არა. თქვენს რეალურ სახეს არ დაანახებთ. ესეც პირველი ოჯახზე ხართ კონცენტრირებული. თუმცა არის რაღაც სიტუაცია, რასაც ებრძვით, მისი მოშორებაც გინდათ. თქვენ გიცნობენ ის ადამიანს, რომ თუ ვიღაცას რაღაც ზედმეტი მოუვიდა თქვენთან ან საუბარში, ან რაღაც მოქმედებაში, თქვენ შეგიძლიათ სასტიკად დასაჯოთ, როცა გაქვთ რაღაცა სასჯელის მომენტები, რომ არა, ეხლა მე იმას დავრჩი, იმან ხო გამაბრაზა, ეს არის თქვენში. კი, არის ეს უფრო ალბათ ისეთ თემას ეხება თიანი ხმალი, ძალიან თუ გაგაბრაზეს იმ შემთხვევაში, როდესაც თქვენს პირად სივრცეს არ ყვავენ, როდესაც რაღაცას არ გეკითხებიან და ვინც დაუკითხავად დგებიან და
რაღაცას მოქმედებენ, ან ვიღაცას თქვენს მაგივად შეგდებიან რამეს, ამას ძალიან პრაზდებით და საერთოდ აღარ გინდათ ხოლმე ასეთ ხალხთან კონტაქტი, გინდათ უბრალოდ ჩამოიჭრათ ესეთი ადამიანები, მაგრამ მაინც ცდილობთ ბალანსი დაიცვათ, თავი მotokot, ბალანსი დაცვა შეგიძლიათ, ეს ძალიან კარგია ხშირ შემთხვევაში. გინდათ ხოლმე რომ განმარტოვდეთ, მაგრამ ამოვიდა ამის საშუალება ხშირად არ გაქვთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ხალხს ხედავთ თქვენს გვერდით. ბევრი ხალხი ეს იმას ანიშნავს, რომ რაღაცა 100 კაცი და კოლექტივი. უბრალოდ 3 კაცი უკვე საზოგადოებაა, ხო? აი ეს 3 კაციც ხანდახან შეიძლება არ გაძლევენ იმის საშუალებას, რომ რაღაც განმარტოვდეთ, ან დავუშვათ გინდათ მარტო და ამ დროს ვიღაცა მეგობარი ვიღაც გამოჩნდება და იტყვის, რომ მოდი წავიდეთ, ან მოდი რაღაცა თხოვნით მაინც მოვა თქვენთან. და ჩვენ ამ სიტუაციას გაქცევა გინდათ, ამასაც გრძნობენ და ამასაც ხედავენ. ცოტა ენერგიასაც ამჩნევენ თქვენში ბოლო დროს და ისევ ხო ეს იგივე კარტია მოვიდა მოკლედ როგორც ხედავენ იცი ყველასთან არ ხართ ყველასთან არ შეგიძლიათ იმეგობროთ ყველასთან არ შეგიძლიათ რაღაც ისაუბროთ რაღაც თემა განიხილოთ გყავთ სულ მინიმუმ 3 ადამიანი მაქსიმუმ უბრალოდ 3 ადამიანი, ვისთან შეგიძლიათ გაიხსნათ, იმიტომ რომ ყვეიცით, რომ თუ კი ვინმესთან რამეს იტყვით, შემდეგ წინ დაგხვდებათ. მაგრამ ეს კარგია, რომ გყავთ ესეთი ადამიანები, რომელსაც შეგიძლიათ მართლა გაიხსნათ და თქვენი ნათქვამი წინ არსად დაგხვდებათ. ისე არიან ისეთები, ვინც თქვენგან ბევრი ინფორმაციას ელის, მაგრამ თქვენ ამის საშუალებას არ აძლევთ. ხო, ამ ეტაპზე ძალიან გადაღლილი ხართ რაღაცისგან, დასვენება გინდათ. მოკლედ ხედავენ ისე რომ ერთი წამი დავასრულო. კი. ამდენი გადატვირთული პერიოდის შემდეგ გქონდეთ რაღაც გადატვირთული პერიოდი პირველშიც იგივე მის მსგავსი კარტი ამოვიდა. ძალიან დიდი ტრანსფორმაცია განიცადეთ. შეიძლება ეს ფიზიკურ პლანზეც იყოს, ანუ რაღაც სხეულზე რაღაცა ტრავმა, რაღაც ამის მსგავსი, ან რაღაც ავადმყოფობა, ან რაღაც ფსიქოემოციური გადაღლილობა, მოკლედ ხედავენ, რომ ხალხს გაურბიხართ და გინდათ გაქცევა იმისთვის, რომ განმარტოვდეთ და დაისვენოთ. მოკლედ ესეთი იყო მეორე ვარიანტი. ეხლა გავშალოთ. ვისაუბროთ მესამე ვარიანტზე, ვინც ჩაიფიქრა, ტურმალინი. იმართოთ როგორც ფიქრობენ. მოკლედ როგორ ხედავენ, რომ ძირითადად ხედავენ თითქმით ვიღაც მეგობართან ერთად. კი. ანუ მარტო არ ხედავენ. ესეთი დასკვნა შეგვიძლია გამოდოთ, მარტო არასდროს არ ხედავენ. თუ ხართ ისეთ ადამიანთან, ვინც მართლა გული შესტკივა თქვენთვის, არ ვიცი, შეიძლება მეგობარი იყოს, დედა იყოს, ან მამა იყოს, ან და ან ძმა, არ აქვს მნიშვნელობა. ყოველთვის ხედავენ ვიღაცასთან ერთად. ხო, ხედავენ, სახეს აქაც ზევ და აქაც, ესეც ყველაზე ზევდიანი კარტა, ესეც ყველაზე ზევდიანი. რატომღაც თქვენში რაღაც ძალიან დიდ ზევდას ხედავენ. თქვენ თითქოს ერთ დროს ანუ თქვენზეც რა საუბრობენ, თითქოს თქვენ რაღაც შესაძლებლობა დაკარგეთ. არ ვიცი რა შესაძლებლობაზე აქვს საუბარი. ეს უფრო რაღაცა მატერიალურია. რაც მატერიალურ სფეროს ეხება. მოკლედ, რაც არჩევანის კარტი იყო, რაღაც არასწორი არჩევანი გააკეთეთ.
თუ გაუნებოთ კარგი და თქვენი ახალი ცხოვრება რაღაც გული ისევ სამიანი ხმარ. რაღაცა გულნატკას ვხედავთ და დასევდიანებ სულ ერთი კარტი მივარდება. გასაგებია. მოკლედ სამიანი ხმალი ისე არასდროს არ ამოვა ყოველთვის გაშლაში რაღაც ძალიან დიდ ტკენას თუ არ შეეჩეხეთ ოდესღაც, ხო? ანუ თუ ურთიერთობას ეხება იყო მესამე ადამიანი, ვინც ძალიან გული გატკინათ. თუ რაღაც სიტუაცია იყო, ამანაც ძალიან რაღაც შეიძლება ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, აქ უკვე მესამე პირი კი არ ფიგურირებს, აქ ფიგურირებს ვიღაც, ვინც თქვენს ჯანმრთელობას ზიანი მოაყენა. ესეც შეიძლება ჩაითვალოს და თქვენ გახდით ხმლების დედოფალი, ანუ ეს არის ადამიანი, რომელსაც ძალიან ბევრს გამოუხურა კარი, პირად სივრცეს იცავს, აღარებს აღარ ენდობა მხოლოდ თავის ინტუიციას, თავის ლოგიკას და გადაწყვეტილებებს ყოველთვის მხოლოდ თვითონ იღებს. აი ესეთი იყო მესამე ვარიანტი. ასია. მოკლედ მესამე ვარიანტი ასეთი იყო, ახლა გადავიდეთ მეოთხე ვარიანტზე. დაღლილი ხმა მაქვს და არ შეიმჩნიოთ, ძალიან დაგიღალე, მაგრამ გაშლა ძალიან მომიდა გამეკეთებინა. დამიცახა კარტმა ტარო. მათთვის ვინ ჩაიფიქრა მთის ბროლი, მეოთხე ვარიანტი, მოდი ვნახოთ. გასაგებია. თქვენ ხშირად გხედავენ გარშემოყოფები ხშირად გხედავენ ძირითადად სახლში. ან აივინიდან გხედავენ. არის ესეთი რაღაც სახლის კარტია მოვიდა ეს. და ესეთი კარტია ზუსტად ეს არის ცოტა ასი ძუნწის კარტსაც ეძახიან, ანუ თქვენს სახლში არავის არ უშვებთ უცხოს, არც გინდათ. თითქოს ჩაკეტილი ხართ, ჩაკეტილ ცხოვრებას ეწევით უბრალოდ რა. დაკავებული ხართ ცოდნით, ყურებენ როგორც ძალიან ადამიანს, რომელიც მათ ძალიან ბევრი რაღაც იცის, ისევ ენერგიული, ძალიან ქარიზმატული ხართ. მეოთხე ვარიანტი ვინ ჩაიფიქრეთ. ესეთი კომბინაცია ამოვიდა. მოკლედ ძალიან ლამაზი, ძალიან ქარიზმატული, ძალიან არ ვიცი, როგორ გითხრათ, ზებუნებრივად მიმზიდველი ადამიანი ხართ, გაქვთ ესეთი ენერგეტიკა. ამიტომაც ეთყობა არავის არ სხვათა შორის ეს კომბინაციაც იმას მეტყველებს, რომ გრძნობთ სხვა ადამიანების ენერგეტიკას და ამიტომაც სიახლოვეს უცხოს არავის არ უშვებთ, არც გინდათ იცით, რომ სახლი არის ადგილი, სადაც უნდა იყოს ყოველთვის დაცული ამ ზედმეტი ხალხის ენერგეტიკისგან. ყველა ხო არ მოდის სუფთა გულით სახლში, ხო? ყველა არ მოვა იმისთვის, რომ კი გაგიღიმებს, მაგრამ მისში რა ხდება, არავინ არ იცის, ხო? მაგრამ თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც ამ ყველაფერს გრძნობთ და იცით. კი, თქვენ დღემდე სწავლობთ ადამიანებს და არა მარტო ადამიანებს. ყოველთვის მოკლედ ფინანსებზეც ძალიან ფინანსურად ხართ სტაბილური ადამიანი. მატერიალური სფერო აქაც ამოვიდა. კონცენტრაცია გაქვთ არა მარტო იმაზე, რომ თქვენი სახლი და თქვენი თავი დაიცვათ რაღაც ენერგეტიკულად, კონცენტრირებული ხართ რაღაც ფინანსებზეც, მატერიალურ რაღაც სფეროზეც, დაბალანსებული გაქვთ, რა ვთქვი, არ არის დაბალანსებული. მოკლედ გულნატკენი ხართ ძალიან ბევრ იმაზე
და ეს შეიძლება იციან კიდევაც, ან მონაყოლი ქონდათ ესთან და ამიტომაც არ რჩიეთ ზუსტად რომ თქვენი თავი. თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც ყველანაირ შესაძლებლობებს ეძებს, რომ თავი რომ კომფორტულად იგრძნოს თავი. ხო, თქვენზე იმასაც საუბრობენ, რომ ვიღაც ყავს ისეთი ამას, ვინც როგორ გითხრათ, ყავს, თქვენზე ამბობენ, რომ ყავს ვიღაც ამ ადამიანს, ვისაც შეუძლიათ გაუზიაროს ყველაფერი, ხო? შეიძლება მეუღლე იყოს, შეიძლება საყვარელი ადამიანი. ანუ კი გიყურებენ როგორც მარტოსულ ადამიანს, მაგრამ იმასაც ლაპარაკობენ, რომ მარტოსული არ არის ეს ვიღაც ყავს ამ ადამიანს. იმასაც ამბობენ, რომ ერთი კი არა, შეიძლება ბევრი წყავდეს და სახლში იმიტომ არ მიშვებენო ეს. ეს მანიშნებელია და ამ ყველაფერს მალავსო, ყველაფერს არ ამბობს, რასაც და გვაჩვენებს, რასაც რეალურად ვხედავთო. ხო, ვერც კი პეტავენ რომ მოვიდნენ და რაღაც კითხონ. ყვარიან მეზობლები, დაუშვათ დადგებიან ქუჩაში გაგაჩერებენ, საკმარისი ეზოში გნახონ და ეს გონებაში აქვთ ანკეტა შესავსები, რომ როგორ ხარ, სად ხარ, ბოდიშ და რა ჭამე, როდის დაიძინე, ყველაფერი აინტერესებთ მოკლედ. თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც ამ ყველაფერს არაფერს არ ეტყვით. თქვენ პირად სივრცეს, პირად საქმეში არავის არ ჩაახედებთ. იცავთ თქვენს პირად სივრცეს და ეს ძალიან კარგია. როგორც მეორე ვარიანტში იყო, კაცესია, ყავთ ადამიანი, ვისთანაც შეგიძლიათ რომ გაიხსნათ, ეს ძალიან კარგია. 15 უვარგის მეგობარს ერთი და ნახტი მეგობარი ჯობიაო, აი ესე ვფიქრობ ზუსტად. ან ახალი ეტაპი გაგეწყოთ. მოკლედ, ეს კარტი მე რამდენით ამოვიდა ამ ვარიანტებში, უმეტესობას ამ გაშლაში იყურებთ როგორც ადამიანი, რომელიც ძალიან შეიცვალა. ეს შეიძლება მენტალურად, ფიზიკურად, გარეგნულად, რაღაც თქვენი ინდივიდუალურობა ჩანს ამ კარტში. მოკლედ, ასეთი იყო დღევანდელი გაშლა თემაზე, როგორ ხედავთ გარშემოყოფები თქვენ. ყველას დიდი მადლობა, ვინც მიყურეთ. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს, ბედნიერებას და სულიერ სიმშვიდეს. თუ მოგეწონათ, დალაიქეთ, შეინახეთ, გააზიარეთ და კომენტარეთ, დაწერეთ თქვენი შთაბეჭდილებები გაშლასთან დაკავშირებით, დამწერეთ რა თემაზე გსურთ კიდევ გაშლა. მე კი ახლა დაგემშვიდობებით, ნახვამდის, კარგად გრძანდებოდეთ.